პუტინის დამხობა და შეცვლა უნდათ და 4 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და მე-5 ახლა იცვლება ცუდად აქვს საქმე, მაგრამ მე ამას რატო ვამბობ? თავად პერსონები, რომელი პერსონებიც დღეს არიან ევროპულ პოლიტიკაში, ესენი არიან, აი როგორ გითხრათ, იცი? ესე რუსებს აქვთ ეს კარგი გამოთქმარი, ниже плинтусао. არის უნდაბლესი დონე განათლების დონით. და როდესაც ჩვენ ახლა სიტყვაზე ვსაუბრობთ, ხო, აი ვთქვათ, განათლების მინისტრი და ჩვენც ხო იგივე სიტუაცია გქონდა, როდესაც ჯეჯელავა განათლების მინისტრი სულ ვაშლებზე და ზღაპრებს და ამათ რო დაძდებდა, მე როდესაც წავიდა მინისტრობიდან სასწავლებლად წავიდა, ანუ განათლების მინისტრმა მე დაიწყო ესე იგი განათლების მიღება უცხოეთში. და რაში არის აქ საქმე ზოგადად საქმე არის მარტივად. ეხლა ხანდახან იციან თქვა რომ აბა ევროპაში თუ არ არის განათლება, აბა სად არის? აი ელემენტარული რაღაცის თქმა მინდა რა. ადამიანმა საკუთარი პროფესია შეისწავლოს კარგად და იყოს მისი საქმის მცოდნე, ეს არნიშნავს რომ იმ ადამიანს აქვს განათლება, მსოფლმხედველობა და სამყაროში რა ხდება ამის გაგება. შეიძლება ევროპაში კონკრეტულად რომელიმე დარგის მაღალი სპეციალისტები მზადდება, მაგრამ რასაც ქვია საზოგადოებრივი ზოგადი განათლება და რასაც ქვია ისტორიული განათლება და რასაც ქვია აი საზოგადოებად მცოდნეობა, ეს არის თავიდან ბოლომდე მოწამლული იდეოლოგიზირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის დაბალი დონის საზოგადოების შექმნა, რომელი დონის საზოგადოება ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს სისტემას. ანუ ძალიან საინტერესო არის დალესის დოქტრინაში, როდესაც თქვენ საუბრობთ განათლებაზე, განსაკუთრებული ჩანაწერი არის. და ანუ გაუნათლებელი ადამიანი იოლად სამართავი არის. მე აქეთკენ მიმყავს ეს საუბარი, რომ ტოტალური უვიცობა და ტოტალური გაუნათლებლობა ეს პირდაპირი საშუალება არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შენი ქვეყნის მართვისთვის. და ეს მარტო საქართველოში არ არის ასე. ტოტალური გაუნათლებლობა არის მთელ მსოფლიოში. როდესაც იაპონელს გონია რომ სხვათა შორის იაპონიაზე განსაკუთრებით მიგვრს გონია რომ ჰიროსიმა და ნაგასაკი ამერიკელებმა კი არ დაბომბეს, დაბომბა საბჭოთა კავშირმა. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს რომ საბჭოთა კავშირმა 60 მილიონი ადამიანი დაკარგა და მეორე მსოფლიო ომში ისინი მოგვეხმარენ ჩვენ ომის მოგებაში. როდესაც ევროპელებს რომ კითხო, გონიათ რომ მეორე მსოფლიო ომი მათ მოიგეს. ელემენტარული კითხვა არ უჩნდებათ ბერლინი ვინა იყო. ანუ რატო ამბობ ამ ყველაფერს? ტოტალურად გაუნათლებელი მასა ეს არის მათთვის გემრიელად სამართავი საშუალება. ბოდიში გააგრძელე შალვა საიტაც. არა, მაგის შესახებ მქონდა მე საუბარი, მაგრამ განსხვავებით შეიძლება თქვი რომ აი შეხედე შენ იძახი რომ თავის ამბავში შეიძლება იყოს თავის პროფესიაში, მაგრამ იმის შემდეგ სამხედროობა რომ ძალიან შეზღუდულია, მაგრამ მაგ შენ განათლების მინისტრზე გითხარი 8-ჯერ 4 არის ის. კაცო განათლება აბა როგორ უნდა ახლა სოფლის მეურნეობის მინისტრი რო ყოფილიყო, ახლა იმისთვისაც დაუჯერებელია, მაგრამ განათლების მინისტრზე მაქვს საუბარი. და საგარეო საქმე და მინისტრი რომ იტყვის რომ 100.000 კილომეტრი საგარეო საქმე და მინისტრია და ქალი იძახის ჩვენგან 100.000 კილომეტრი დაშორებული ქვეყნებიო. ეს ხო მისი უშუალო პროფესია, გამიგე უშუალოდ ეხება, გაიგე ეს ხო სპორტის მინისტრი არ არის. ნუ შეიძლება თეორიაში რაღაც, ესე იგი საერთოდ მე ესენი მართლა უცხო პლანეტელები მგონია. მართლა სასეცებიანი ურჩხულები და უკვე მეშინია ძმაო, როდის მოწყინდებათ ამ გარსის ტარება, გადაიძრობენ, გამოუშვებენ ასობით საცეთს, რა ვიცი, მუხლუხოს, არ ვიცი კიდო მაგათ ანატომიაში არ ვარ გარკვეული და მოგვანდებიან დასაგლეჟან. მე ამაჯერა სხვას არაფერს არ ვიცი. ახლა შენ რომ დამიწყეს, აი ესა ამიტომაც რაღაცა მინდა არის რომ საერთოდ რა არის იცი ტოლსტოის სიტყვებია ყველა აზრიო რომელსაც დიდი შედეგი მოყვება ყოველთვის საოცრად მარტივია. კონკრეტული მაგალითი, ორი მაგალითი მინდა რომ აი ადამიანების საქართველოსზე ვისაუბროთ ის სიტუაცია რაც არის
აი ჩემთვის გაუგებარი არცად არ გამიგონია ამის შესახებ